წარმოგიდგენთ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებელ პარტიებს. ჩვენ გვაქვს უკვე კარგი გუნდი, ჩვენი ოპონენტები ყველა დაშვრებიან ცდილობაში, რომ ჩვენში რაიმე განხეთქილება შეიტანონ. 4 პარტიამ დააფუძნა კოალიცია. მე ხო ჩაგიკითხავთ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების სადამფუძნებლო დეკლარაციას. ჩვენი ქვეყნისათვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია. ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში. სწორედ ისეთი პოლიტიკური ზალა ყალიბდება, რომელსაც ყველაზე უფრო ახლოს და კარგად ესმის დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის რა არის. ჩვენ ძალიან სწორი წარმოდგენა გვაქვს, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში. იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც იგნორირებული იქნა 7 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების მიერ, გახდება მთავარი, რასაც ფეხზე დავაყენებთ, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში პროდუქტის წარმოებას, არა მარტო ჩვენი შიდა მოხმარებისთვის, არამედ ძველი ბაზრების დასაბრუნებლად და ჩვენი პროდუქციის გასატანად ჩვენს ძველ პარტნიორ ქვეყნებში. ბიძინა ივანიშვილი თავად წარმოადგენს ერთგვარად ქართული ოცნების მაგალითს. ადამიანი, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში წავიდა ქვეყნიდან და ერთადერთი სიმდიდრე, რაც გააჩნდა, ეს იყო მისი შრომის მოყვარეობა და ნიჭი და დღეს ის გახდა სოფლიოს წარმატებულ ბიზნესმენთა ერთ-ერთ მოწინავე რიგებში. ესეთი ოცნება ყველა ქართველს შეუძლია აღიდგინოს, თუ იქნება სამართლიანი გარემო. ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა და მოინდომა და გააკეთა ის, რომ ქვეყანაში პარლამენტს არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს შეგნებულად გაკეთდა. მოქალაქე რომ არ არის ძლიერი და მოქალაქეს არ აქვს თავისი პოლიტიკური უფლებების გამოხატვის საშუალება, ეს გადაწყვეტილებაა, ეს ხედვაა. ჩვენ ამ ხედვას სრულად ვემიჯნებით. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი პრობლემა. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით უკვე დამარცხებულ ხელისუფლებას. ყველაზე სახიფათო სწორედ დამარცხებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაა. იმიტომ რომ დაკარგეს ავტორიტეტი, დაკარგეს ნდობა, დაკარგეს მორალური უფლება იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. და ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას გამკლავდებით გამოწვევას და თუ ერთმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა საკუთარი პოლიტიკაში საკუთარი შემოშლით ასე შეარყია რეჟიმი, ყველანი ერთად ჩვენ ამ რეჟიმსაც დავამარცხებთ და ყველა პრობლემასაც გავუმკლავდებით. უნდა დასასრულს მინდა შეგახსენოთ, რომ მარტის ბოლომდე ჩვენ მოახერხებთ მთლიან სტრუქტურირებას და ვასრულებთ განვითარებას და როდესაც დადგება აპრილი და ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი დაიჯერებენ, რომ სააგაშვილმა ვერ მოახერხა გაზაფხულის მოსვლის შეჩერება, ჩვენ დავიწყებთ გააქტიურებას, ვიღოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, გავააქტიურებთ და თანაც დავიცავთ მათ და ოქტომბრამდე ჩვენ მთელს ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ და გვიდებით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ოქტომბრის არჩევნებში და მივახცევთ საქართველოს მოსახლეობამ აიხდინოს ქართული ოცნება. დიდი მადლობა. რო გითხრათ რა აერთიანებს ამ პოლიტიკურ პარტიას? ქართული ოცნება გასაგებია სახელწოდება. კიდევ რა აერთიანებს? მარტო სახელწოდება წაიკითხეთ ამ ხელა 12 პუნქტიან დეკლარაციაში. არა მხოლოდ ამ 4 პოლიტიკურ სუბიექტს, არამედ მთელ საქართველოს აერთიანებს ის ქართული ოცნება, რომელზეც დღეს აქ იყო საუბარი. დემოკრატიული საქართველო, ეს არის თავისუფალი სასამართლო, ქართული ოცნება ეს არის თავისუფალი მედია, ქართული ოცნება არის, როდესაც მთელი საქართველო როგორც ერთი ადამიანი საკუთარი პოლიტიკური შეხედულების და საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით თავისი შეგნებული არჩევანით გააკეთებს არჩევანს და არა შიშით, ძალადობით, სამსახურიდან გათავისუფლების ან შვილის დაპატიმრების საფრთხის ქვეშ მყოფი. ეს არის დამთავრება ავტორიტარიზმის, მესიანიზმის საქართველოში. მთელ კოალიციაში არის დიახ აბსოლუტური ჰარმონია იმ 12 სადამფუძნებლო პრინციპზე, რომელთაც დაფუძნა ქართული ოცნება.
მე ვარ საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი კოალიციის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმიანობა და მე მინდა დაგამშვიდოთ თქვენ ჩემ პოლიტიკურ მომავალზე. ნერვიულობთ, ჩემი პოლიტიკური მომავალი არის დამოკიდებული ქართული ოცნების გამარჯვებაზე, ისევე როგორც ძალიან ბევრი პოლიტიკოსის და მე ვფიქრობ, მთელი საქართველოს ხალხის მომავალი და ხვალინდელი დღე არის დამოკიდებული. არის თვითონ ბიძინა ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტი, მისი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში და ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ბატონო კუკა, რა არის თქვენი პარტიის სტატუსი კოალიციაში? ერთი წამი სულ ერთი წამი. წევრი ბატონო. თქვენ ინდივიდუალურად ხართ წევრი? ითქვა საჯაროდ ყველაფერი. მე მუშაობ იმ საქმეში, რაც ყველაზე კარგად ასე ვთქვათ, მესმის, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, PR-ი, აქ მუშაობ და გავაგრძელებ იქ მუშაობა. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში მეც მონაწილეობ.